მეტეოროლოგიური სადგურის კაპიტალურ შენობას, რომელიც 1933 წელს აშენდა, ყველაზე ოპტიმალური ადგილი აქვს შერჩეული. ამ უზარმაზარი ნაგებობის არქიტექტურაში ბუნებრივი პირობებია გათვალისწინებული. ამ საქართველოში ყველაზე მაღალმთიან მეტეოსადგურს საფუძველი ჯერ კიდევ 1925-28 წლებში ჩაეყარა ქართველ მთასვლელთა პირველი თაობის გარჯის შედეგად. ამ საქმის ენთუზიასტებად და სულის ჩამდგმელებად გვევლილებიან და-ძმა ალექსანდრა და სიმონ ჯაფარიძეები, მოხევე იაგორ კაზალიკაშვილი. მათთვის მყინვარი არა მარტო სამოგზაურო და საყვარელი ადგილი, არამედ მრავალმხრივი კვლევის ობიექტიც იყო. მყინვარწვერის კალთებზე მათ საკუთარი ზურგით აიტანეს მეტეოროლოგიური ხელსაწყოები, ააგეს პატარა ქოხი და მოახდინეს პირველი ავტომატიური ჩანაწერის გაკეთება ასეთ სიმაღლეზე. ამ მოვლენას მაშინ დიდი საერთაშორისო გამოხმაურება ჰქონდა და ის თერმოგრამა სხვა მასალებთან ერთად შემდგომ პარიზში ევროპის მიღწევათა გამოფენაზეც გაიგზავნა. ამჟამად მეტეოროლოგები აქ აღარ არიან. მიტოვებულია აქაურობა და ის საქმე, რომელსაც ქვეყნის მეურნეობისა და სტრატეგიისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს. ამ მიტოვებულ შენობას ზოგჯერ ისევ მოგზაურები თუ მიაქცევენ ხოლმე ყურადღებას. მხოლოდ ისინი თუ ცდილობენ თავშესაფრისა და ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი ობიექტის არსებობის შენარჩუნებას. როცა თითქოს ყველაფრის იმედი გადაიწურებან, ზოგჯერ განგებას სრულად მოულოდნელ საჩუქრს გვთავაზობს. ამ შემთხვევაში, როცა აპარატურის დამუხტვის აუცილებლობა დადგა ჩვენს წინაშე, წინააღმდეგ შემთხვევაში ექსპედიციის გადაღება შეუძლებელი იქნებოდა, განგებამ იმედის ნაპერწკალი გაგვიჩინა შიდაწვის გენერატორის სახით, რომლის გამართვამაც ექსპედიციის მსვლელობის შემდგომი გადაღების საშუალება მოგვცა. მყინვარწვერზე პირველი კინოგადაღება 1928 წელს მოხდა, როდესაც მოსკოვის სოვკინოს თხოვნით სიმონ ჯაფარიძე და იაგორ კაზალიკაშვილი სათავეში ჩაუდგნენ მათ 41 კაციან ექსპედიციას. 1928 წლის 8 სექტემბერს პირველმა კინოექსპედიციამ მწვერვალს მიაღწია და მთასვლელობის ისტორიაში მყინვარწვერზე ერთდროულად 2 კინოაპარატი ამუშავდა. რეჟისორ ლებედევის ხელმძღვანელობით გადაიღეს ერთ-ერთი პირველი მთასვლელური ფილმი კავკასიის კარიბჭე. იმ დროისათვის ასეთ სიმაღლეზე ფილმის გადაღება არნახული მოვლენა იყო და დიდი გამოხმაურება ჰპოვა. აქვე ერთი რამეც არის საინტერესო, როდესაც ნიკოლოზ შენგელაია იღებდა ფილმს ელისო, მას სურვილი გამოუთქვამს გადაიღო მყინვარწვერზე მთასვლელთა ასვლის ზოგიერთი მომენტი. ექსპედიცია 20 კაცისაგან შედგებოდა და 1927 წლის 9 ნოემბერს 11 კაციანი ჯგუფი ავიდა მყინვარწვერზე. გერგეტის მყინვარზე, ზღვის დონიდან 4200 მეტრ სიმაღლეზე, არის იაგორას ნიში. აქ მყინვარწვერზე ერთ-ერთი ასვლისას ქართველი მთასვლელობის სათავეებთან მყოფ იაგორ კაზალიკაშვილს ლოდებს შორის კედლები ამოუყვანია და მყუდროდ გაუთენებია ღამე. თაში ყველაფერი უჩვეულოა, ცა, ზე, ჰაერი, მეგობრობაც. მათ მოსაგონარად, ვისთვისაც მწვერვალების ზღაპრული ხედი უკანასკნელი აღმოჩნდა, ეს ჯვარია აზიდული.